ნიკა ივანიშვილმა კი წინა საარჩევნო კამპანიის ბოლო შეხვედრა დიღმის მასივში გამართეს სახალხო დემოკრატების ლიდერმა მორჩილებს აქტიურობისაკენ მოუწოდა. ის ვისაც ნაციონალური მოძრაობის შეცვლა სურს 30 მაისს ხმა ოპოზიციას უნდა მისცეს, განაცხადა დღეს ივანიშვილმა სახალხო დემოკრატების ლიდერმა მოსახლეობა დაარწმუნა, რომ კენჭისყრა კონფიდენციალურია და მათი არჩევანის შესახებ ვერავინ ვერ ესწროს გაიგებს. ძალიან ბევრი შრომა და ბრძოლა იმისთვის, დღეები რადგან არის ვამხნევთ ამორჩევნებს მოუწოდებთ, რომ ყველა ვარიანტში მივიდონ არჩევნებზე, იმიტომ რომ ძალიან გადამწყვეტი ბრძოლაა ხელისუფლების დამარცხებისთვის. ვფიქრობ, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ კეთილი ნება და თავისი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგან, მიგზავნեն არჩევნებზე. რა თქმა უნდა, შემოხაზონ ის კანდიდატი, რომელიც მათ მოწონთ პირველ რიგში ესმოდა თქვა, მაგრამ მაინც მოუწოდებთ იმ ვისაც ჩვენი სიმპათიები გვაქვს, 25 ნომერი არ დაივიწყოს, შემოხაზოს და ხმა მისცეს სიახლეს ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც სულ რაღაც 3 თვეა რაც შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში. თბილისის მერობის